ამისადი კინაღა მე ვახშე დაუძახე აქ. სპეკულაცია იმაზე, რომ აქ ეხლა ჩვენ საპარლამენტო მანდატები დავტოვეთ და საკრებულოს მანდატები გვინდა, ხო მე მგონი ეხლა ეს მე მგონი ამაზე საუბარი არა. აი როგორ შეურაცხყოფას გაყენებთ, იცით? აი ხო იგი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და ლამისადი კინაღა მე ვახშე დაუძახე აქ. მე რომელსაც ბანკირობა კეთილშობილესი საქმე მგონია და პირდაპირ თავს ვესხმი ყველას, ვინც აი ამ ანტისაბანკო პოპულიზმით არის დაკავებული. მე საპარლამენტო მანდატები დავთმე და საკრებულოს მანდატს გავხარბდები? რეალურად მაგას კი არ ხარბდება. 24 წლის არჩევნებზე რეალურად დასრულდა ნაციონალური მოძრაობის დომინაციის ეპოქა. თვითმმართველობის არჩევნებზე ეს შეიძლება გაფორმდეს და ახალი დომინანტი გაჩნდეს ხაზარაძის სახით. და ხაზარაძის ცუნება ეგ არის, მთავარი ოპოზიციობა უნდა. იცის რომ ნაციონალური მოძრაობაც და ახალიც არიან შავ დღეში, მათ არ აქვთ არც ტელევიზია და არც ფული, იმიტომ რომ კეზერა გაწეულია, გაბუტულია. ერთადერთი ვისაც ტელევიზია და ფული აქვს არის ხაზარაძე და ეხლა შეუძლია რომ მთავარი ოპოზიციონერი გახდეს. ანუ მიშა ჩაანაცვლოს, ეგ შეუძლია. ბიზნეს ჩანაცვლება კი არ უნდა. მიშას ჩანაცვლება უნდა. მართლა კინაღა მე ვახშე დაუძახეს რომ მოვისმინე რომ საპარლამენტოს მანდატი გადავაგდე და ეხლა საკრებულო მანაღლებს აი ორშაურიანი აი როგორი იაფასიანი ილეთ იცით არა არაფერ შუაშია საკრებულოს მანდატები. უნდა რომ დამარცხებულებში დაჯდეს ქურდად. მიშა სააკაშვილის ადგილისთვის იბრძვის.